Chateau Milesham, მომხიბვლელი შედევრი, რომელიც ცნობილია როგორც სასახლე 1000 ოთახით. სასახლე განმარტოვებულადაა განთავსებული, თუმცა იდეალურად მდებარეობს. მისი დიზაინი იძლევა დიდებულ შორეულ ხედებს, გარშემო მდებარე ტალღოვან და თხიან ბორცვებსა და ხეობებზე. 900 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფაიოლეს ოჯახი ამაყად იცავდა ამ ძვირფას მიწას და მათ კავშირს სასახლესთან. გამორჩეული ისტორია, რომელიც თაობებს გადაეცემა. Chateau Milesham's ისტორია 1143 წლიდან იწყება, როდესაც ამ ადგილზე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აიგო. მღელვარე ასლიანი ომის განმავლობაში მან გაუძლო თავდასხმებს და იყო ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ბრძოლის მოწმე. 15 საუკუნეში იგი ხელახლა აშენდა როგორც გამაგრებული ციხე, ინგლისელების ოკუპაციის ქვეშ იყო, სანამ 1485 წელს არ გაძარცვეს და არ დაწვეს. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ჩატარებულმა აღდგენითმა სამუშაოებმა შექმნა ის დიდებული ნაგებობა, რომელიც დღეს დგას და აერთიანებს არქიტექტურულ სტილებსა და მდიდარ ისტორიულ მნიშვნელობას. ეს გამძლე ციხე, თავისი ოქროსფერი ქვიშაქვითა და დახვეწილი ხის ნაკეთობებით, საუკუნეების დიდებულებისა და ელეგანტურობის მტკიცებულებად დგას. ციხეს 25 გამორჩეული საძინებელი, 6 მომხიბვლელი აბაზანა და თვალწარმტაცი შესასვლელი ხოლი აქვს. ყველაფერი 500-ზე მეტ აკრზე იდეალურად განლაგებულ მიწაზეა განთავსებული. მისი გააზრებულად და პროექტებული არქიტექტურა საშუალებას იძლევა დათქმეთ გარშემო გადაჭიმული ბორცვების თვალწარმტაცი ხედებით, რაც მართლაც დიდებულ და მშვიდ გარემოს ქმნის. შემოგვიერთდით ამ მომაჯადოებელ მოგზაურობაში, როცა ვიკვლევთ ამ არქიტექტურული შედევრის თითოეულ კუთხეს, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდ მიტოვებულ სასახლედ ითვლება. მოგესალმებით ყველას Pros of Decay-ზე დაბრუნებისას. მე ვარ ლესლი და როგორც ყოველთვის კამერის უკან ჩვენთან ერთად არის Mr. Deni. გამარჯობა ყველას. და დღეს ჩვენ ვიღებთ დაუჯერებელ მიტოვებულ სასახლეს. ეს სასახლე უბრალოდ დიდებულია საფრანგეთის სოფლად 900 წლიანი ისტორიით. ის აშენებულია მე-12 საუკუნის შუა საუკუნეების ციხესიმაგრის საფუძველზე, ხოლო ეს ადგილი თავად აშენებულია მე-18 საუკუნეში. და ამინ ჩემი აზრით ეს საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მიტოვებული სასახლეა. ეს სუნთქვას შეგიკრავს. არასოდეს. ესეთი დიდი სასახლე, ამდენი ხელუხლებელი ოთახით არასოდეს მინახავს. სუნთქვას შეგიკრავს. უბრალოდ ვითხვი, დღეს ძალიან გაოცდებით და ჩვენ ბევრს მუშაობთ, რომ ეს ლამაზი დოკუმენტური ფილმები მოგიტანოთ. ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან ჯერ არ დაგვიმთავრებია. უბრალოდ შეხედეთ დერეფანს, სადაც ახალ დგავართ. ეს უბრალოდ საოცარია, მაღალი ჭერები, აქ ყველაფერი თუ არ ცდები მარმარილოსგანაა გაკეთებული, ხომ ასეა? დიახ, კედლები არა, კედლები ქვიშისფერი, ოქროსფერი ქვიშაქვაა. ოქროსფერი ქვიშაქვა. მაგრამ იატაკები კაფელით არის მოპირკეთებული. მარმარილოა. ვაუ, ყველაფერი. და კიბეც. ხო, ეს მართლაც წარმოუდგენელია და ეს კიბეები უკვე 300 წლის ამ ადგილის დაარსებიდან. უბრალოდ რომ უყურებ, ძალიან მასიურია. იმ დროს აქ ოთახის შუაში დიდი ჭაღიც ეკიდა. ეს ნამდვილად შესანიშნავი ნივთი უნდა ყოფილიყო. იცი რა, ეს დერეფანი დენის მახსენებს. რა? ლინ უთჰოლის. ხო, ცოტა. უფრო პატარა. ვერსია, მაგრამ ეს ადგილი უფრო ძველია, ბევრად უფრო ძველი. ბევრად უფრო ძველი, ბევრად მეტი ისტორიით. რა თქმა უნდა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ კედელზე ცხოველების ფიტულებიცა. ეს ადგილი საფრანგეთში ძალიან ცნობილ სანადირო ზონაშია და აქ ბევრი სანადირო შეკრება ტარდებოდა. დიახ, ოჯახი მონადირეები იყვნენ. დიახ, აბსოლუტურად. ამას ყველგან ხედავთ სასახლეში. დიახ, ყველგან. ასევე ძალიან მომწონს ეს კარნიზის დეკორები კედელზე. დიახ, კარის ზემოთ. ისინი იარაღის გერბებს არ გავს, ასე რომ არა. არა. ისინი უბრალოდ დეკორატიული ნივთებია. ჯერ არ მithქვამს, მაგრამ ეს ადგილი ადრე ფაოლის ოჯახს ეკუთვნოდა, ფრანგულ ოჯახს, ფაიოლის. რთულია წარმოთქმა.
რთულია წარმოთქმა, უკვე 900 წელია რაც ეს ხალხი აქ ცხოვრობს. ისტორია ხო? ეს ეკუთვნის. ამავე ოჯახს არასდროს შეცვლილა, რაც უცნაურია, ჩვეულებრივ ხშირად იცვლება. წავიდეთ ამ ოთახში, მინდა გაჩვენოთ ამ ადგილის სასადილო სივრცე. ძალიან მნიშვნელოვანი ოთახი იყო იმ დროს სასახლეში და ასევე ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ოთახია. თუ ახლა უკვე ლამაზია, წარმოიდგინეთ როგორი იყო მაშინ. ხო. ეს უნდა აღვნიშნოთ. ბევრი რამ რაც შიგნით იყო, უკვე გამოიტანეს გასაპირდად. ან შესანახად. ის, მაგრამ ხო, არ მაქვს პრობლემა რომ ამ ადგილის მდებარეობა იცოდეთ, რადგან ის ძალიან მალე გაიყიდება. very soon. მალე, მაგრამ ეს ადგილი ბაზარზეა 135 მილიონ ევროთ. ამბულს დავტოვებ აღწერაში იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება ასეთი ადგილი დააინტერესოს, რადგან მას გადარჩენა სჭირდება, რა თქმა უნდა. კი, არის. ციხესიმაგრის ყველაზე ცუდი ნაწილი ზევითაა, მაგრამ ოთახები კი. ქვედა სართულზე მართლაც კარგია. გავაგზავნოთ სასადილო ოთახით. პირველი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ოთახში, ეს ლამაზი, მგონი მუხის ხის მაგიდა. და ეს მაგიდა სინამდვილეში აქ არის მოთავსებული. იმ მომენტიდან, როცა ეს სასახლე აშენდა 1766 წელს. ეს მაგიდა ისეთივე ძველია, როგორც ეს სასახლე. დიახ, და ის ჯერ კიდევ აქ დგას. საინტერესო ფაქტი ამ მაგიდის შესახებ ისაა, რომ მას ქვედა მხარეს ინსტრუქციები აქვს. არ ვიცი, შეძლებთ თუ არა ნახვას. არ ვერ ვხედავთ მას. მაგრამ მას ქვედა მხარეს ინსტრუქციები აქვს, თუ როგორ უნდა გაადიდოთ ან დააპატარავთ. და იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა ამ ოთახში, ისინი ზრდიდნენ ან ამცირებდნენ ამ მაგიდის ზომას. დიახ, მგონი ხედავთ მაგიდაზე ჭრილებს, ასე რომ ისინი უბრალოდ იღებენ. ნაწილებს ამოიღებენ, დიახ. გაქვთ ნანახი ეს ლამაზი რბილგადაკრული სკამები აქ შუაში. დენი? ისინი მართლაც ლამაზია. მათზე ძალიან ლამაზი ამშევარია. მაგრამ ძალიან მარტივია, იმიტომ რომ მალე გიჟურებსაც ვნახავთ. აქ ზემოთ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს სპილენძი ან ლატუნი, ზუსტად არ ვიცი, ჭაღი. მგონია რომ უბრალოდ რკინაა, რადგან ძალიან სოფლის სტილშია. ხო. ასევე ზემოთ ის დეკორატიული კარნიზი ძალიან ლამაზია. ეს ნამუშევარია დენი. ეს უკიდურესად ლამაზია. ფერიც კი. ეს მაგალითად, ყავისფერი. შენ ოთახი შენ შეღებე, ყავისფრად. არა. არა. კი ოთახში სპილოა, აქ ლამაზი ნამუშევარია, ასევე მარმარივოს ქანდაკება. ვფიქრობ, კი, ეს არის. სრულად ჩამოსხმულია მარმარივოს ოთახში აქ. იცადე. ეს ფაიფურია. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია. ზოგიერთ ხელოვანს ეს სჭირდება. ეს ცვეტი ლამაზია. ზემოთ დეტალები ისეთია, თითქოს და გარშემორტმულია ამ მარმარივოს მაღალი ბუხრით. გონია რომ ეს ბუხრის საკვამურია. დენი, შიგლით საკვამურია. ხო, მგონია, ხო. ამიტომ არის ასე. ხედავ ამ გატეხილ ნაწილებს. ხო, ეს ძალიან ლამაზია. მაგრამ ეს ლამაზი გზა საკვამურისა და ქვემოთ მდებარე ბუხრის წარმოსაჩენად, ეს მაინც საოცარია. ხო, ესეა. ვაუ! აი ეს მარმარივო. მიყვარს თორსა მარმარივოს ესეთი ძარღვები აქვს. ხო, ეს არის. უბრალოდ შვენიერია. ხო, ამ სახში ყოველი ნივთი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია. ამ სახში ყოველი ნივთი, ავეჯი, რომელსაც ნახავთ ბიჭებო, ეს ანტიკვარული ნივთების მუზეუმია. აბსოლუტურად. ათასობით და ათასობით ევროს ღირს. ეს დაუჯერებელი. ეს დაუჯერებელია. ასევე შეიძლება აღვნიშნო, არა, უბრალოდ ფარდებზე მიმითითეთ და მე. დამატებებს. ხედვას. ხო, მინდოდა აქ ფარდები მეჩვენებინა, ეს ლამაზი წითელი ველვეტის ფარდები, ძალიან მომწონს ისინი. ისინი ტიპიურია ფრანგული სასახლეებისთვის, მაგრამ ამაშიც ძალიან ლამაზია და ალბათ გინდოდა აღგენიშნა. ზემოთ მდებარე ნახატები. იქ ზუსტად. ასევე არის და ამ ადგილას ყოველი ოთახი თავის ისტორიას მოგიყვებათ და ამ ისტორიას კარების ზემოთ განთავსებული ნახატები გვიყვებიან. ესენი არის სპეციალურად დამზადებული ნახატები, თითოეული ოთახისთვის ინდივიდუალურად შექმნილი. ხო, უბრალოდ. შენიშნა მათთვის, ვინც იცის, რას ნიშნავს ბესპოუკი. არის ეს უბრალოდ სპეციალურად დამზადებულია, ეს პირდაპირ ციხესთვისაა შეკვეთილი. ეს დაუჯერებელია. ამ ოთახში, სასადილო ოთახში, რა თქმა უნდა, ყველაფერი საკვებს ეხება. აქ ხედავ კასაბს მუშაობის პროცესში, კედელზე კი დაკიდებული ხორცის ნაჭრები ჩანს. დიახ, ნამცხვარი ძაღლი ძვლით ძალიან საინტერესოა. და თაბაშირი. ჩერი არის. ეს დაუჯერებელია. ეს დაუჯერებელია. დიახ. შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ ადრე სარკე ეკიდა, მაგრამ ეხლა ის აღარ არის. საბედნიეროდ, მოდით ესეც ვნახოთ. აჰა, აქ მსახურები საჭმელს მაგიდებზე აწვდიან.
და კიდევ ერთი რამ ამ ადგილის შესახებ არის ის, რომ რა თქმა უნდა მათ ყავდათ მთელი გუნდი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობდნენ, რომ ყველა მოემსახურებინათ შესანარჩუნებლად ამ სასახლის. ამ სასახლის, ამ შატოს და იმ ფასდაუდებელი ანტიკვარიატის შესანარჩუნებლად, რაც შიგნით იყო, ასობით კი არა, ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა საჭირო. ათასობით ადამიანი. ათასობით. ვაუ, აქაც ძალიან ლამაზი ხავერდია. კარგი. თუ შეგიძლია კარა და ხავერდით გააკეთო, წარმოიდგინე რა შეგიძლია საძინებელში გააკეთო. ეხლა უბრალოდ ვეხუმრები ხალხს. საძინებლები საოცარია. მოდით აქ ვნახოთ. უბრალოდ გავივლი აქეთ, რადგან მგონია, რომ ეს სამზარეულოს ზონებია. აქ უკვე აშკარად არის კიბე, რომელიც ზევით მიდის, მაგრამ ჩვენ მოგვიანებით ავალთ. ალბათ ეს მსახურების კიბეა. აქ კი გვაქვს ბევრი მაცივრის ადგილი, სამზარეულოს სივრცე და კარადების ადგილი. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ძალიან პატივისცემით ვეკიდებით ასეთ ადგილებს და ვცდილობთ ზუსტად ისე დავტოვოთ, როგორც შიგნით შევედით. კი, აქ შიგნით ბევრი ექოა. კი, ეს დერეფანი ძალიან ექოიანია. მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვათ. ამ ვიდეოს სრულ პატივისცემით ვიღებთ. თვის ოჯახისთვის. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ისინი ცდილობენ გაყიდონ ეს ადგილი და შეინარჩუნონ როგორც არის. მაგრამ ეს მართლა რთულია, რადგან ეს უზარმაზარია, ძალიან დიდია. წარმოიდგინე, რომ სადღაც უკაცრიელ ადგილას კიდი რამეს, რომლის ღირებულებაც 135 მილიონი ევროა. ეს სრულიად სიგიჟეა. ეს ნახატი ძალიან მომწონს, უნდა ვთქვა. ცოტა მარტივი მულტფილმური სტილია, მაგრამ მართლა მომწონს. მულტფილმური. ხო, მგონია, რომ ამ ნახატში ცოტა მულტფილმური განწყობაა. კარგი. შეხედე ამ ჩაშენებულ პენდულურ საათს აქ. პირდაპირ კედელშია ჩაშენებული. საათის მექანიზმი აქ აღარ არის, მაგრამ ეს საოცარია. მგონია, რომ ყველა სანადირო თოფს აქ ინახავდნენ. აქ. თვის. რა თქმა უნდა. ეს ყველაზე გრანდიოზული კედლის საათია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს ყველაზე დიდია. საათი იქ არ არის, მაგრამ ის ყველაზე ლამაზია და ის განსხვავებულია. ის არის. კედელზეა, ის საოცარშია. გინდა ეს ოთახი ნახო? კი. ეს ძალიან გავრცელებულია ფრანგულ სასახლეში. ყოველთვის ხედავ მას. არის ერთი მთავარი ოთახი, რომელიც რამდენიმე ოთახში გადის და ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აქ გვაქვს მთავარი დერეფანი, რომელიც ყველა ოთახს აკავშირებს სასადილო ოთახს. ამ ოთახს მგონი ეს ადრე დასასვენებელი ოთახი იყო თუ არ ვცდები. სალონი. სალონი, ეს ცივი სალონია, დენი მართალია. და აქედან შეგიძლია დაინახო ის დარაბები უკანა მხარეს. ისინი ყველა გაიხსნებოდა და იხსნება აივანზე, რომელიც აქ უკან არის. ჩვენ ბოლოს გაჩვენებთ. ციხესიმაგრის გარედან ყველაფერი ბოლოს გამოჩნდება. უბრალოდ მინდა ვთქვა, რაცა პირველად დავინახე ეს ციხესიმაგრის გუმბათი შორიდან, გარედან ისეთი უზარმაზარია. ლესლიც ამის დასტურია იმისა, რომ როცა ეს დავინახე, ვიფიქრე, რას ვხედავ? გამოიყურება როგორც მონსტრი გორაზე. ეს მონსტრია. შეხედე აქ კარების ზემოთ არსებულ ნახატებს. ამ ნახატში შეგიძლია დაინახო ანგელოზები, რომლებიც თითქოს ისვენებენ. ისინი ხატავენ, ისინი წვანან. ასე რომ, ესეც გარკვეულ ისტორიას გვიყვება, რომ ეს არის სალონი, ადგილი, სადაც შეგიძლია დაისვენო. ხო, ეს არის ხელოვნების ოთახი, სადაც შეგიძლია მუსიკას მოусმინო. ეს არის დასასვენებელი ოთახი, სადაც შეგიძლია უბრალოდ დარჩე და დაისვენო. ფიქრობ, ადრე აქ ალბათ მუსიკალური ინსტრუმენტებიც კი იყო. შეიძლება როიალიც ან რამე მსგავსი, ნამდვილად. როიალი. ნახე რა ლამაზია ეს ოთახი. ხომ ვარდისფერია? მართლა, ვარდისფერი. მოდით სკამებიც ვაჩვენოთ. შვენიერი ნაჭრით გაწყობილი სკამებია. და ახლა უბრალოდ კედლებზე ჩამოკიდებულ ნახატებს შევხედოთ. ასევე შეგიძლიათ ჭერის დეკორატიული მოლდინგიც აჩვენოთ. კი, ყველაფერს ცოტას ვაჩვენებ. კი. ერთმანეთს მივყვებოდით. როგორც ეს უზარმაზარი სარკე ამ დეკორატიული მოლდინგით. უბრალოდ დაუჯერებელია. აქ კედელზე კარის ზემოთ ანგელოზებს ხედავთ. ისინი მუსიკას უკრავენ და როგორც უკვე ვთქვით, ამბავს ხვებიან. ასევე აქ კედლებზე გვაქვს ასეთი თაბაშირის სამგანზომილებიანი ნამუშევრები, რომლებიც გამოსად გამოსახავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, მაგალითად ფლეიტებს და სხვებს. ეს შოტლანდიური რაღაცაა. როგორ არის? რას ეწოდება? ინგლისურად? ჩანთა, ხო იცი? ხო, არ ვიცი. რა ქვია, წარმოდგენა არ მაქვს. ვიცი რა არის ეს ჰოლანდიურად, ჩემს საკუთარ ენაზე რა თქმა უნდა. შეხედე ამ დიდ სარკეებს აქ, დენი. ხო არა? ისინი ხო მომხიბვლელია. იცი რატომ არის ამ ოთახში ამდენი სარკე?
განსაკუთრებით ამაში. მინიშნებას ვამოწმე. შენს თავს უყურებ. სარკეები ირეკლავს, რაც ოთახს უფრო დიდ საჩენს. ასე რომ მაგალითად, თუ უბრალოდ სარკეში იყურები, ის უფრო დიდია. ის უფრო დიდ საჩენს. ამიტომ ამ ოთახის ყველა კედელზე სარკეა. კარგი. საინტერესოა. ეხლა ძალიან ცარიელია. ოთახში სკამები არ არის. ადრე აქ სკამები და შუაში მაგიდები იდგა. მაგალითად, დიდი ხალიჩები. ამ სართულზე. და წარმოიდგინე, უბრალოდ დარაბები რომ ღია და ეს ოთახი სავსეა სინათლით. ეს გიჟური იყო. ეს წარმოუდგენელი იქნებოდა და ჭაღი, რომელიც აქ უნდა ეკიდა, ალბათ ისიც საოცარი იყო. კარგი, რა მაგარი ოთახია, მაგრამ შემდეგი, რომელსაც გაჩვენებთ, კიდე უკეთესია. ხო. მოდით ესეც დავხუროთ. ნეუნელა ყველაფერს დავხურავ, სანამ ოთახებში გავივლით. კარგი. კიბე მოგვიანებითაა ზევითავალთ, ძალიან მომწონს, როგორ გამოიყურება. ამ დერეფანში. დენი. ის ფანჯრების ზევით დიდი სკამი აქ იატაკზე დგას. ვაუ, ძალიან მომწონს ეს ყვავილი აქ. ყვავილია? კი, აქ არის ყვავილი. ეს მშვენიერია. გადაკრული ქსოვილი, რომელიც უბრალოდ ბალიშივითაა ან დიდ დივანზე. როგორც ხედავთ, აქ ყოველი ნივთი ანტიკვარია და საინტერესოდ არის დაპროექტებული. მიყვარს ამაზე ამოჭრილი ორნამენტები, ძალიან ლამაზია, დენი, უბრალოდ ულამაზესია. რომელი გზით? ხო, ეს ვახშამი. მინდა ეს გაჩვენო. გინდა ეს აჩვენო? ეს. კარგი. ფიქრობდი ჯერ სხვა ოთახი მეჩვენებინა, მაგრამ ეს კიდე უფრო საოცარია. მგონია რომ ეს ოთახი ახლავე უნდა ვაჩვენოთ. ხო. ხალხს ძალიან უნდა საძინებლის ნახვა. ხო, ძალიან მომწონს, როგორაა კარების ხიობები გაკეთებული. ისეთი ავთენტურია და შენ ხომ შეამჩნიე რომ დერეფნიდან აქეთ ყველაფერი უფრო პატარა გახდა. ხო, ზუსტად. კიბეების ქვეშ. ჩვენ ახლა კიბეების ქვეშ ვართ. მე დაახლოებით 5 ფუტი 11 ინჩი ვარ, ანუ 1 მეტრი 80 სანტიმეტრი. და ხო, ხედავთ რომ ყველაფერი ცოტა უფრო პატარა გახდა ახლა. ღმერთო ჩემო, ვერ დაიჯერებთ, რა საძინებელია. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. მე თვითონ მინახავს ეს მუზეუმში. ფრთხილად, აქ ბევრი მინაა. აქ არის ბევრი. მინაა იატაკზე. ხო, ბოდიში. არი დარდა ძმაო. მე თვითონ ესეთი საწოლი მუზეუმში და სადღაც ევროპაში მინახავს, მაგრამ არასდროს მიტოვებულ ადგილას. მე ყოველთვის ასეთებს 6-4 საწოლებს ვეძახი, მაგრამ ეს უბრალოდ დიდებული საწოლებილებია, რომლებიც სამეფო დიდებას ასახავენ. ხო, პირდაპირ ასახავენ სამეფო დიდებას. თეთრეულიდან, რომელიც არის საწოლზეა. ხელნაკეთი ჩანდა. თუ დააკვირდები, ჩანს რომ ყველაფერი ნაწილ-ნაწილაა შეკერილი. ფრთხილად შეკერა ყველაფერი აქ და მაინც ყველაფერი შექმნა. მართლა ლამაზად გამოიყურება, ასევე ჩანს რომ ადამიანები ძალიან პატარა იყვნენ, რომლებიც იძინებდნენ ამ საწოლში. ძალიან პატარა. მე ასე ვფიქრობ რომ ეს ბავშვისთვის იყო განკუთვნილი. ხო, ყველაზე მეტად ასე ჩანს. მაგრამ არაფერს ვივარაუდებ. შეხედე ამ საზურგეს. აქ არის. ზემოთ კიდეც გერბია. ხო და იცი, რადგან ეს კედელზეა, იცი რა შეიძლება ამას ეწოდოს? გობელენი. გობელენი, ზუსტად. და თუ კიდევ ერთხელ დააკვირდები ამ პატარა დეტალებს, შეგიძლია დაინახო, რომ ეს სრულიად განსხვავებული ტიპის ქსოვილების ნაწილია. ეს ისეთი უცნაურია. მიყვარს როგორ გადმოდის ზედა ნაწილი საწოლის სიგრძეზე. ეს მას ზღაპრულ ატმოსფეროს სცენს. უნდა თქვა რომ დიახ, აქ კედელზე ძალიან უბრალოა. თუ ყურადღებას აქცევ, ის კედელს გავს. ასეც ჩანს. ადრე აქ მთლიანად შეკვეთით შეკერილი გობელენი იყო. არ ვიცი საიდან იყო ეს გობელენი, მაგრამ მე ფიქრობ ეს ობიუსონი იყო. აბუსონი, აბუსონი. ობიუსონი. კი, საფრანგეთის რეგიონი იყო, სადაც ძველად გობელენებს ამზადებდნენ. ეკრანზე სახელს გამოვიდანთ. მაგრამ ისინი რა თქმა უნდა უკვე წაღებულია. ძალიან ძვირფასი იყო, არ ვიცი თუ გაყიდეს თუ შეინახეს, მაგრამ ისინი წაღებულია. ხო, ეს ზუსტად ვიცით. მოდით კედელზე განთავსებულ ნამუშევრებს გადავხედოთ. ისინი არ ასახავენ იმას, რაც აქ საძინებელში ხდება. ისინი უფრო ამ ოთახში გამართულ სადილის წვეულებას ასახავენ. კი, არ დაგავიწყდეს. ეს ოჯახი მხიარულებით იყო განთქმული. და წვეულებებით, შეკრებებით, ყველაფრით. ქორწილები ამ სასახლეში ტარდებოდა, წვეულებები აქ იმართებოდა, ბალებიც აქ ტარდებოდა, მართლაც საოცარია. დიახ, ასე რომ ყველა გამოსახულება და ნახატი იქნება წვეულებებისა და შეკრებების შესახებ. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანი, იქნება რამდენიმე.
ხო, როგორც ხედავთ, აქ ანგელოზები სხედანდა და ერთმანეთს უყურებენ. ეს მომწას. ეს ასახავს მათ სანადირო მემკვიდრეობას. აქ ორი ანგელოზი ესვრის ირემს ან მონადირე ძაღლს ან რაღაცას, ასე ჩანს. ძაღლს გავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძაღლი არ არის. იმედი მაქვს, რომ ძაღლი არ არის, არა? და კიდევ ერთი იქ არის. როგორც ხედავთ, ამ სახლში ყველა ოთახს, რადგან ის 1800-იან წლებში აშენდა, ბუხარი აქვს. ამ ადგილებში ზამთარში ძალიან ცივა, ასე რომ დიახ, მათ ბუხარი სჭირდებათ. სასახლე აშენებულია ოქროსფერი. ქვიშაქვა, რომელიც ძალიან ცივია. თუ გარედან შეხედავთ, ქვა დიდია, მასიური და ქვები ჩვეულებრივ ცხელი არ არის. სიცივეში. სინამდვილეში ეს შესანიშნავია, რადგან თქვენ საფრანგეთის სამხრეთში ხართ და ზაფხულში აქ ძალიან ცხელა, ასე რომ კარგია, როცა ცივი ადგილი გაქვს. მაგრამ ზამთარში აქაც შეიძლება ძალიან აცივდეს. ხო და შეიძლება უბრალოდ თქვათ კიდეც, ჩვეულებრივ ისინი კედლებზე გობელენებს კიდებენ. ხო, ოთახების გასათბობად. ამიტომ ზუსტად. ჩვენ ნახავთ ბევრ ოთახს გობელენებით. აი აბაზანა, რომელიც მას უერთდება. ამ ადგილს აქვს 25 საძინებელი და 6 აბაზანა. ხო, უმეტესობა. აბაზანები არის. საერთოდ და დიდია. ხო, იმიტომ რომ ეს ადგილი კარგად არის ცნობილი ურბექსის წრეებში. ჩვენ მას მილე შამპს ვეძახით, რაც ნიშნავს 1000 ოთახს და აქ იმდენი ოთახია, რომ არ დაიჯერებ. აგი, ხო, მაშინ გავაგზავნოთ შემდეგ. კარგი, მოდი ისევ დავხუროთ ეს. ამ მხარეს კიდევ ერთი ნაწილია. მაგრამ ყველაფერს ამ ადგილას არ გაჩვენებთ, რადგან როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, მილე შამპს 1000 ოთახი აქვს. და ჩვენ მხოლოდ ამ ადგილის ყველაზე საინტერესო ოთახებზე გავამახვილებთ ყურადღებას. დიახ, არის ისეთი ოთახები, რომლებიც ცარიელია. დიახ, ზოგი ოთახი დაზიანებულია. დიახ, ზოგი ოთახი დახურულია. ამიტომ ჩვენ უბრალოდ წარსულს გაჩვენებთ. შეგიძლია სუნი იგრძნო. ხო. შეხედეთ ამას ბიჭებო. ამ კარის უკან მათი პირადი ღვინის მარანია, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა ასობით ბოთრი ძველი ღვინით. შეხედე ამას, მინდა ერთ-ერთი გამოვიღო. დანიელ, მომეცი შანსი შევიდე უყურე. არის. ასევე ბოთლები. იატაკზე. ხო, იატაკზე ბევრი ბოთლია. აქ ღვინის სუნი დგას. ხო, მართლა ღვინის სუნი დგას. ძალიან ძაფრი სუნია. შეხედე იმ ბოთლებს. ცარიელია, ესე რომ. თეთრი ღვინოა. თეთრი ღვინოა. ხო, ღმერთო ჩემო, ყველა ასეთი მტვრიანი და ძველია და აქ ძალიან დიდი ხანია აწყვია. ხო, თაროები, აი იქ. უნდა იყოს რაც. ბოლოს ჩამოსხმული. ამ ოჯახის სიმვიდრის ყურებით აქ ნამდვილად კარგი რაღაცები უნდა იყოს. ხო. და ესენი ძალიან ძვირია. და ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ზემოთა ღვინის მარანია. ქვედა სართულზე არის ღვინის მარანი, რაც არის. უფრო პატარაა და იმდენი ბოთლი არ აქვს, როგორც ზემოთ, მაგრამ მაინც. მოგესალმებით ამ ადგილის მართლაც ძალიან ლამაზ ოთახში, რომელიც თავად საფრანგეთშიც კი ძალიან უნიკალურია. ეს არის ერთადერთი სასახლე საფრანგეთში, რომელსაც შიგნით თეატრი აქვს. და ეს იყო სივრცე, სადაც ოჯახს შეეძლო სტუმრების გართობა. რადგან როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, ეს ადამიანები ყველაფერს წვეულებებსა და გართობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მათთვის მთავარი იყო კარგი დროის გატარება და გასართობი როგორც გაგრძელება. და მათ პირდაპირ უბრძანეს ამ შესანიშნავი თეატრის აშენება, რათა სტუმრები გაერთოთ. ეს თეატრი ძალიან განსაკუთრებულია, თეატრის ყოველი დეტალი ხელით არის მოხატული და დამზადებული. უბრალოდ დააკვირდით, კარგად შეხედეთ, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ისე განსაკუთრებულია, განსაკუთრებით კედლებზე არსებული ნახატების გამო. თქვენ ახლა კამერით ვერ ხედავთ ამას, არც მე ვერ ვხედავ ამას, მაგრამ მათ სამგანზომილებიანი ეფექტი აქვთ. თუ ასე გავაკეთებ, დაინახავთ, რომ თითოეული ნახატი ოდნავ დახრილია. ზუსტად. ეს უბრალოდ სამგანზომილებიანი ეფექტისთვისაა, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს. ხო, ეს ყველაფერია. სინამდვილეში სცენა ესეთი დიდი არ არის, უბრალოდ ასე გამოიყურება, რომ დიდი გამოჩნდეს. ასევე არის მზის პროექცია თეატრის ზედა ნაწილში, რაც ამ ყველაფრის ძალიან უნიკალური ნაწილია. დიახ, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. და არა მხოლოდ მზე, არამედ მის გარშემო არსებული დეკორატიული კარნიზი. დიახ, თითქოს სახეა იქ. დიახ და ნახატები, თუ ქვემოთ ჩახვალთ, ნახავთ ამგვარ ყალბ ფარდებს, რომლებიც დახატულია. აქ, ზუსტად. მის გასაყოფად.
და როგორც უკვე გითხარი, მეორე ოთახში აქაც სტარდებოდა რამდენიმე ქორწილი და მგონი ოჯახის წევრებიც აქ დაქორწინდნენ. ხო, ეს ძალიან საინტერესო. ეს მართლა ძალიან საინტერესოა. ეს ციხესიმაგრის ნამდვილი ისტორია. ჩვენ აქ ამ ხალხის 900 წლის ისტორიის შუაგულში ვდგავართ, შუა საუკუნეებიდან დღევანდელ ეპოქამდე. დიახ, ამას მაშინ ვამბობ, როცა 900 წელზე ვლაპარაკობთ. ეს იმიტომ რომ სასახლის ნამდვილი კედლები, რადგან სასახლე დაიწვა, მაგრამ სასახლის ნამდვილი კედლები, ქვა, ოქროსფერი ქვა, ქვიშაქვა. ხო, ეს რთული სახელია. ოქროსფერი ქვიშაქვის კედლები ისევ იგივეა. არქიტექტორმა ამუჭრა. ისინი არ დაუნგრევიათ, ისინი ამიტომ ის პირდაპირ აქ არის. ძალიან საინტერესო ფაქტია ამ ოთახის შესახებ ის, რომ კედელზე ცარიელ ადგილებსაც ხედავთ. ყველა ეს იყო სპეციალურად შეკვეთილი გობელენები, დამზადებული ინდივიდუალურად. ზოგი მათგანი ბრიუსელში იყო დამზადებული, ზოგი კი აქვე, საფრანგეთში და ყველა მათგანი აქ კედელზე იყო განთავსებული. არ ვიცი, შეუძლებ თუ არა, მაგრამ თუ ვიპოვი ამ ოთახის ფოტოს გობელენებით, მე უნდა ვაჩვენო. აუცილებლად იმიტომ რომ ოთახი, სადაც გობელენები და სკამები იყო, გაცოცხლდებოდა. რა თქმა უნდა. შეხედეთ ამ შესამჩნევ გრძელ სკამს კუთხეში, ულამაზესი ანტიკვარული ნივთია. და მოდი, ხედავთ კედელზე ნახატებს. დიახ, ადრე ეს ძალიან ჩვეულებრივი იყო. ჩვენ ეს ასევე ვნახეთ. ლინუქსის დარბაზში. არქიტექტორები და ადამიანები, რომლებიც ამას აშენებდნენ, შენობას. ხატავდნენ რაღაცებს კედლებზე უბრალოდ გართობისთვის, იმიტომ რომ ისინი იცოდნენ, იქ უნდა დაეხატათ, ან ისინი აპირებდნენ. დაიფარათ, ან რაღაცა მსგავსი. ამიტომ ისინი უბრალოდ ხატავენ რაღაცას აქ გამოთვლებიცა პალმის ხეც. ეს ნახატები დენი შეიძლება 250 წელზე მეტი ხნის იყოს. ხო, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ კედლები ყოველთვის დაფარული იყო. წარმოიდგინე ამ ადგილის მუშა 250 წლის წინ. უბრალოდ ერთობა და აქ კედელზე ხატავს. ეს მართლაც ძალიან უცნაური აზრია. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აქ მუშები იყვნენ, რადგან ამ ადგილას არც ერთი გრაფიტი ან ვანდალიზმი არ არის. სრულიად სწორია. არც ერთი. ნული. მოდით ნახატებსაც გადავხედოთ. კარის ზემოთ აქ ანგელოზია, რომელიც მშვილდის რიძის. ვაუ, და ამ მხარეს კიდევ ერთი ანგელოზია, რომელიც ხელში უჭირავს. ქანდაკება, ბიუსტი, ეს ნამდვილად ბიუსტია. ალკოჰოლის კარადა. ელიკოფაკნდონი. იქ ჯერ კიდევ ბევრი ალკოჰოლია შიგნით. რა თქმა უნდა. საოცარია. ალამაზი ოთახია. სრულიად აღფრთოვანებული ვარ. ეს მართლაც დაუჯერებელია. ერთი რამ დამოვიწყდა აღნიშნო, შემიძლია სცენაზე ავიდე. რა თქმა უნდა. მე სცენაზე ავალ, თითქოს გიჟი ვარ. აქ უკან. იმიტომ რომ ისინი არ უნდათ რომ კედელი ცარიელი ყოფილიყო. აქ უკან მათ შეუკვეთეს სრული კედლის შეღებვა. ო, ეს ლამაზ სასახლეს გავს. და ეს სასახლე გიჟურია. მე მგონია რომ ეს ნამდვილი სასახლეა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომელი. არა, მე ისინი ადრე არასდროს გინახავს. ხო, არც მე, ანუ შეიძლება ზღაპრული იყოს. არ ვიცი. არ ვიცი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ეს მშვენიერი ადგილია ეს. მშვენიერია. და უბრალოდ იმაზე რომ მიფიქრეს დეტალებზე, როგორ შეერევათ ფონური კედელი, უკანა პლანი, სიგიჟეა. აჩვენე დენი აქ კედელში ამოკვეთილი მუსიკალური ინსტრუმენტები. საოცარია. და შემდეგ რა თქმა უნდა შეგიძლია გაიარო. და აქ შეგვიძლია ვნახოთ თეატრის კულისები. და ასევე ხედავთ რომ კულისები შეღებეს. ეს ისეთი უცნაურია, ძალიან მომწონს. კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვათ. ამ ფრანგულ სასახლეებსა და ფრანგულ სახლებში ყველა ოთახი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ხო, ეს ფრანგებს ასე შევიათ. ხო, კავშირი. ყველაფერი. კონფიდენციალურობა ნულოვანია ასეთ ადგილებში. ეს არც კი ეხება კონფიდენციალურობას. უბრალოდ უფრო მარტივია იარო აქეთ იქით. ყველაფერი. ასე რომ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ეს ლაბირინთია შეიძლება დავიკარგოთ. უკვე ცოტა ვისწავლე სასახლის განლაგება, როცა მასში გავიარე. შეხედე ამ ოთახს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი მთელ სახლში. ეს არის ბიბლიოთეკა, ძალიან გავრცელებული ოთახი, რომელსაც ნახავ მიტოვებულ სასახლეებში მთელ საფრანგეთსა და მსოფლიოში. მაგრამ ეს განსაკუთრებულია თავისთავად. რადგან აქ არსებული წიგნების უმეტესობა უნიკალურია, ისინი შეუცვლელია. აქ არსებული წიგნები ათასობით წლისაა. ოჯახის ისტორია, ოჯახი, მსოფლიო ისტორია, საფრანგეთის ისტორია, ყველაფერი აქ არის.
და ისინი, როგორც ლესლიმ თქვა, უნიკალურია. არ არსებობს ასლები, არაფერია და ისინი უბრალოდ აქ დგას. ზოგიერთი მათგანი იშლება, ზოგიერთი კარგ მდგომარეობაშია. მაგრამ როცა პირველად ამ ოთახში შემოვედი, სუნი ატმოსფერო ყველაფერი ამ ოთახის შიგნით ყველაფერი ამაზე მიანიშნებს. ეს ნამდვილი ფრანგული ბიბლიოთეკაა. მოდით უბრალოდ შევხედოთ ირგვლივ დენი, მოდი ვნახოთ ეს ოთახი. აქ უკვე შეგვიძლია დავინახოთ ოჯახის ისტორიის რამდენიმე წიგნი, Semeur de famille, Dictionnaire des Nations, ორიერის ლექსიკონი. ფრთხილად ამოვიღებ მას. არ ფიქრობ, რომ უნდა გახსნა. ძალიანობიანია. ღმერთო ჩემო, ის გავს. ბიბლიას. ასოები ძალიან პატარა ამას. ფრთხილად ვაბრუნებ უკან. სწორედ ამიტომაც მაცვია ხელთათმანები. არ მინდა რამე დავაბინძურო ამ ადგილებში. W. სკოტი ეს წიგნები ცნობილი ბავშვები ასე წერია. აქ არის ჩვენი წიგნები, ყველა ავტორისგან. აქვე ფრანგული დროშაც კიდევს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამაყი ფრანგები იყვნენ. როგორც ხედავთ, ყოფილი მფლობელის მაგიდა, მაგრამ აქ კიდევ ერთი ნაჭერი დევს. ვაუ, ეს წიგნი არის. მართალია. ლარტრომენი, რომაული ხელოვნება, ასე წერია. წინა ყდაზე. ვაუ. ხო. ძალიან ფრთხილად იყავი. ვაუ, ნახე, აქ დიდი ასო L წერია. მაშ, ლუვრი კიუნუ, პრესტონ, ხო, დიდი ასო ეკუთვნის პიროს. ლუვრანში. თითოეული წიგნი ძალიან ლამაზია. აქ ასევე არის მოაჯირი დენი, სადაც შეგიძლია ბარათი გადააცურო, ან კიბეზე ჩამოხვიდე. როგორც იმ ისტორიებში ხედავ, ეს ბიბლიოთეკებია. ხო, მართალია, ეს ასოა. ხო, ასო. ერთი რამ, რაც ამ ბიბლიოთეკაში უნდა აღნიშნოთ, ჭერია. ის ძალიან უნიკალურია. ხის ტიპი ძალიან უნიკალურია. სინამდვილეში ერთი ტიპის ხე არ არის. ხე სხვადასხვა ადგილიდან არის. ზუსტად. ეს უბრალოდ ის ხეა, რაც ხელთ გქონდათ. მაგრამ ძალიან უნიკალური. ეს უნიკალურია. და სინამდვილეში ეს ამ ბიბლიოთეკისთვის არ იყო განკუთვნილი. არა, ბოდიში. ისევ გამახსენდა ისტორია. ამიტომ ეს ჭერი. აქაური ჭერი ოჯახის სხვა ერთ-ერთი ციხესიმაგრიდან წამოიღეს და აქ დააყენეს. მოარგეს ან ციხესიმაგრეს. ამ ოჯახს მხოლოდ ერთი ციხესიმაგრე არ ჰქონდა, მათ რამდენიმე საკუთრება ჰქონდათ და ისინი მთელ საფრანგეთში ძალიან დიდარი და ძლევამოსილი იყვნენ. ეს ჭერი უნიკალურია, რადგან იმ დროს ბევრს ასეთებს არ ამზადებდნენ. ეს უბრალოდ ლამაზია. ხო, ეს ლამაზია. ყველაფერი გადაუტანიათ, უბრალოდ სიგიჟეა. იქიდან შეგიძლია მიუთითო, ჭაღი აქ, შუაში. ასევე ძალიან განსხვავებულია. ხო. ეს გამოიყურება. ჩემთვის ეს უფრო ახალი ნამუშევარია. რაროცნაირად აქ ხედავ ბორბალს. 100%-ით დარწმუნებული არ არც მე ვარ დარწმუნებული. ეს ძალიან გამოიყურება. ეს ბავშვურად გამოიყურება. თავიდან მეგონა, რომ ეს ბილიარდის ან სნუკერის მაგიდა იყო. მაგრამ სინამდვილეში ეს ის ადგილია, სადაც წიგნებს ვსდებ, მუშაობ და ყველაფერს კითხულობ. აქ ზემოდან ხავერდია გადაგრული, შესანიშნავი მაგიდაა. ხო, და მიხვდები რატო აქთ ეს. რომ წიგნები არ დაზიანდეს. არა რომ წიგნი არ გაცულდეს. აი, თუ წიგნს დადებ ის. არა, მაშინაც. თუ ეცდები მის წაწევას, ის არ გადაიწევს. ეს ასევე გამოიყენებოდა მაგიდებისთვის, რომ ბანკო ეთამაშათ. ხო, იმიტომ რომ ისინი არ აჩვენებენ შენს ბარათს და მერე ის რჩება. საფრანგეთის კოლონიური ატლასი. ვაუ, ღმერთო ჩემო. აჰა, ის კოლონიები რაც ჰქონდათ, დენი, შენ ვერც კი ხვდები, ეს წიგნი აფრიკას ისევ ასე აჩვენებს. დაახლოებით 10-დან 15 ნაწილად დაყოფა. როგორც ხედავ, როცა ის კოლონიურ ეპოქაში საფრანგეთი ბევრად დიდი იყო. ის თითქმის ორჯერ დიდი იყო. არა, ცოტა უფრო დიდი, ცოტა უფრო. დიდი. მათ სამხრეთ ამერიკაშიც ჰქონდათ კოლონია. ხო, იმდენი არ იყო, ეხლა 152 ქვეყანა არსებობს, მაგრამ მაშინ ბევრად ნაკლები იყო. მადაგასკარი საფრანგეთს ეკუთვნოდა. ნე. არ ვიცოდი ეს, იქ ფრანგულად ლაპარაკობენ. სინამდვილეში მსოფლიოში ბევრ ადგილას ლაპარაკობენ ფრანგულად. ხო, ეს მართალია. ვაუ. ეს ისეთი უცნაურია, რომ ჯერ კიდევ აქ არის. ფრანგული ისტორია უზარმაზარია და ამას დრემდე შეგიძლია ნახო. ვაუ, ეს წიგნები საოცარია. უბრალოდ ამას აღნიშნავ. აქ კუთხე არის. სავსეა ობობების ქსელებით. ობობების ქსელებია და ყველაფერი იშლება. წარმოიდგინე, როგორ უნდა აიღო წიგნი იქიდან, ზედათაროდან.
ალბათ ადვილი არ უნდა იყოს. არა. როგორ მიყვარს ესემი. აქ წერია ახალი ილუსტრაციები, მაგრამ ძალიან ლამაზია. შეხედე ამ წიგნებს. ღმერთო ჩემო. ეს იშლება. დეშლება. ეს არის მსოფლიო ილუსტრაციები 1864 წლის. 1860 წელი. ვა, ეს წიგნებია. ეს ჟურნალია, დენიაც კი. ღმერთო ჩემო, ნახე, ეს ვიღაც ის დღიურია. ეს ანგარიშია. ეს ციხესიმაგრის ჟურნალია. ნახე. წერილს შეხედე. ხო, ცოტა, ძალიან რთულია დანახვა. კამერაზე რთულია, მაგრამ ეს დაუჯერებელია. ეს დაუჯერებელი. ეს დაუჯერებელია. ვეღარაფერს დავამატებ. არა, ზემოდან ქვემოთ. სავსეა წიგნებით. ასეთი დიდი ბიბლიოთეკა არასდროს მინახავს. როგორც ხედავ, ლესლი ჰაითის სიმაღლეზეა, სამჯერ უფრო მაღალია. ამ მხარეს კიდევ ერთი ოთახია. გონია რომ ეს ადგილი იყო იმისთვის, რომ ჩუმად დაგეკითხა წიგნი, უბრალოდ პატარა სალონი ან მისაღები ოთახი. მაგრამ იმ დროს აქ ბევრად მეტი ნახატი იყო და ეს ადგილი სრულიად ულამაზესი იყო. შეხედე ამას, ყველა ეს ილუსტრაცია კედელზე, ისინი საოცარია. აქ ქვემოთ ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე პირადი მოგონება დატოვებული. შეგიძლია დაინახო ორი ადამიანი, რომლებიც იქ სხედან. არ ვიცი ვინ არიან ისინი, მე. არ ვიცნობ. მათ მე არ. ვიცი. შეხედე აი იქ, შეგიძლია დაინახო პოლკოვნიკი მგონი და კიდევ ერთი ქალი. ეს ძალიან მომწონს დენი. შეხედე ამას. ეს არის გამოსწორება ფრანგულ ქალაქში. ძალიან ტიპიურია. ძალიან ტიპიურია, აბსოლუტურად. და ეს აშკარად რევოლუციის დროინდელი ფოტოებია, ან შეიძლება მეორე მსოფლიო ომის, ან ფრანგული. მე მგონი ეს ფრანგული რევოლუცია. ხო, ასე რომ. მე მგონია გენერალია. ზუსტად არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველა სასახლის გასაღები აქ ქრია, როგორც მოსალოდნელი იყო. ძალიან მომწონს ეტიკეტები, რაც მათ აქვთ. ეტიკეტები შემიძლია უკეთესად გაჩვენოთ. ხო, ეს ისეთი ლამაზია, ისიც როგორ არის დაწერილი. უბრალოდ ისე. გიჟურია. ხო. აქ კიდევ უფრო მეტია. აქ შიგნით კიდევ უფრო მეტი წიგნია დაალაგებული. ყველა ილუსტრაცია ზევითაა. ისეთი სამეფოა, ისეთი ლამაზია. შეიძლება მე. ასევე აღნიშნო, რომ ამ ოთახში ეს შპალერი არ არის. არა. ეს რაღაცა მსგავსია. ხავერდი. არა. ხავერდი. ეს რაღაცა. ხალიჩა, მაგრამ ის ნადგურდება. ეს მასალა. ის ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ხავერდი. ან შპალერი. ის ძალიან სწრაფად ფუჭდება და ძალიან სამწუხაროა ამის ყურება. ეს ისევ იმისთვისაა, რომ ოთახი ნაკლებად ცივი იყოს და ნაკლებად ცივად იგრძნობოდეს. ხო, მართალია. ვაუ. აი ამას გულისხმობ. ესენი. ფრანგული ნახატები არის. უბრალოდ აქაა დატოვებული ობობის ქსელების ქვეშ. და მომწონს, რომ მათ ყავთ ერთ-ერთი იმ ფრანგული ძაღლიდან. ის ცოტა დაზიანებულია. და შემდეგ ამ მხარეს, რა თქმა უნდა, კუთხეში ბუხარია. წარმოიდგინე დენი, რომელიც აქ ბუხართან სკამზე ზის და კითხულობს წიგნს, რომელიც ახლახან ბიბლიოთეკიდან აიღე. ეს საოცარია. ბუხის საბერველი ისევ აქზე ვიდევს ბელოუს, იგივე სტილი აქვს, რაც კედელს. ზუსტად, ემთხვევა. ყველა ის ფლაკონი ზემოთ. მელნის ფიალებს გავს. ხო. ვაუ, ამას შეხედე. ხო, უკვე ვუყურებდი ამას. ხის ბუხარი ძალიან ლამაზია ეს დაუჯერებელია. და სათაური. და მის ქვემოთ ჩვენ კიდევ გვაქვს თარიღი 1718 და სამეფო გერბი. შეიძლება მათი ძველი სასახლიდან არის მოტანილი, რადგან ეს სასახლე 1766 წელს აშენდა. ხო, არა დასრულდა 76-ში. მშენებლობა დაიწყო 1725 წელს, ხომ ასეა? არა, მშენებლობის დაწყების თარიღი არ არსებობს. ვფიქრობ, ხო, ჩვენ. ამაში დარწმუნებული არ ვართ, მაგრამ ეს სიგიჟეა. ხო, როგორც გინდა, მაგრამ კიდევ ბევრია საჩვენებელი, ასე რომ აღარ დავკარგოთ დრო.
ასევე მინდა გიჩვენოთ ამ სასახლის სარდაფი, რომელსაც ამ კიბით მივახდევთ. კიდევ ერთხელ დერეფნიდან, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. როგორც ხედავთ, ვიღაცას ასევე აინტერესებდა საჰაერო ფოტოგრაფია. ხო, ეს არის ერთ-ერთი იმ შატოთაგანი, რომელსაც ადამიანები ვერტმფრენით იღებენ, ან ასე ჩანს, რადგან მაშინ დრონები არ იყო. ხო და მათ თავიანთი მინდვრები გადაიღეს და აქ განათავსეს. ამ საკუთრებას 550 ჰექტარი მიწა აქვს და ალბათ ეს მიწის ნაწილია, ღმერთო ჩემო, დენი. კედელი აქ იშლება, აჰა, და შეგიძლია დაინახო ქვა, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ. აქ მოსამსახურეთა სამზარეულოში შევდივართ. ღმერთო ჩემო, ნახე რა დიდებულია და ის პირდაპირ სასადილო სივრცის ქვეშაა. მიყვარს აქაური თაღოვანი ჭერებიც. ხო, ხედავ, ეს ალბათ სასადილო მაგიდა იყო. არა, ეს მოსამზადებელი მაგიდაა. მოსამზადებელი მაგიდა იმ საჭმლისთვის, რომელიც ზემოთ ჭამდნენ და აქ მზადდებოდა ყველაფერი. ვაუ, მიყვარს ეს. ლამაზია. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ერთი საწოლი მეორის შიგნითაა. ახლა ხან რაღაც ბუხარში შეფრინდა, ღმერთო ჩემო. სხვათა შორის ამ სახლის საკვამურები. სასახლის არის. უზარმაზარია. შენ დაინახავ ამას მისაღები ხიდან. შეგიძლია ახლა ვენახო. ხო, ისინი უზარმაზრები არიან. ეს ღვინის ბოთლები აქ, ეს ქვაბები და ტაფები, ყველაფერი იქ დარჩა. კარგი, მინდა ვნახო რა არის აქ უკან. აჰა, აქედან ჩადიხარ ციხის ქვეშ. ეს ის ღვინის მარანებია, რაზეც ვსაუბრობდით, ხო? ეს ციხის ქვეშაა. ეს სინამდვილეში ციხის ორიგინალური საძირკველია. ხო, ზუსტად, ეს ის არის. 1146 წლის საძირკველი შუა საუკუნეებიდან. უბრალოდ მინდა ვნახო, შეგიძლია თუ არა უფრო შორს წახვიდე. ხო, იმიტომ რომ მთელი ეს ციხე არის. ის უფრო და უფრო შორს მიდის. ამ სასახლეს ქვეშ ეს სარდაფები აქვს. ღმერთო ჩემო. ვაუ. ღმერთო ჩემო. ეს მაგარი სათავსოა. დენი. ღმერთო ჩემო. აქ ჯერ კიდევ უამრავი ნახშირია დარჩენილი, ღმერთო ჩემო. ეს მაშინდელი ბუხრებისთვის იყო. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ნახშირი ჯერ კიდევ იატაკზე ყრია. ვაუ. ყველა მიმართულებით ბილიკებია. აჰა და კი, აქ ახლა შევედით ღვინის მარანში, სადაც კასრები ინახებოდა. სინამდვილეში ბევრი აღარ დარჩენილა მათგან. თუ გარეშეა, რომ ამ ადგილას ღვინოს ნამდვილად აწარმოებდნენ. უბრალოდ მინდა ვნახო რა არის აქ უკან, რადგან კიდევ უფრო შორს მიდის. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. აქ გავლა უბრალოდ ვარჯიშია. ღმერთო ჩემო, ეს ადგილი ისეთი დიდია. ისინი კიდეც საკნებს გვანან, ხომ იცი? ხო, ისინი ციხის საკნებს გვანან. და აქ არის კიდევ ერთი ღვინის საცავი, სადაც ჯერ კიდევ დარჩენილია ბოთლები. ღმერთო ჩემო. ხო. და ბოლოს როგორც ხედავთ, კიდევ ერთ ღვინის საცავს მივადექით. ვაუ. ეს მშვენიერია. დროა დენი, ყველაზე ვითავიყვანოთ და ვაჩვენოთ სასახლის პირადი ნაწილი, საძინებლებიები. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ამ დერეფნით და იმით, როგორ უკავშირდება ყველაფერს. ხო, ისე საოცარია, ისე დიდებულია. პატარა კორიდორებია, რომლებიც ყველგან მიდის, კუთხე-კუთხეში კარები არის. ვაუ, ლამაზია. მიყვარს ის მოაჯირებიც, რაც გვაქვს. ჰაკ, ხო. გონია, რომ დიდ რკინიგზის სადგურში ხარ ან რაღაც მსგავსში. ხო, გონია, რომ გრანდიოზულია. ეს უბრალოდ გრანდიოზულია. კარგი. აქედან ზემოდან ჩვენ შეგვიძლია დერეფნის მთლიან სურათს გადავხედოთ. შეგიძლიათ ნახოთ ყველა კარები, რომლებიც ყველაფერს უკავშირდება. ღმერთო ჩემო. ეს დაუჯერებელია. ეს დაუჯერებელია. კარგი, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ. სხვა.
მათ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ცხოველი დახოცეს. და თუ დააკვირდები მათ, გეგონება რომ შენ გიყურებენ. ხო, ისინი გსჯიან. ხო, ზუსტად. რაღაც მიზეზით როგორც ხედავთ, ადრე კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გაუჭია დარჩენილი. ვაუ, დენი და ყველა ვინც ახლა უყურებს. მოემზადეთ, რადგან ახლა ნახავთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საძინებელს, რაც კი ოდესმე გინახავთ. მთელ ცხოვრებაში პირდაპირ. მთელ ცხოვრებაში პირდაპირ. შეხედეთ ამ საძინებელს, ეს ხომ საოცრად არაჩვეულებრივია. ეს ყველაზე ლამაზი საძინებელია, რაც კი ოდესმე მინახავს დენი. როცა ამ საძინებლის სურათი ვნახე, უნდა მოვსულიყავი აქ და ყველაფერი გავაკეთე, რომ მენახა. ეს თვალწარდაცია, ლამაზია, გიჟურია, სამეფოა. წარმოიდგინე, რომ ბავშვი ხარ, ამ ადგილას ცხოვრობ და შეგიძლია ამ საძინებელში დაიძინო. ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა, ყველაფერი გააზრებულია და გუნდასმით არის შექმნილი. ხო. ანუ ამ საძინებლის შესაქმნელად. ხო, მაგალითად, კედლები ემთხვევა ფარდებს. ეწყობა საძინებელს საწოლსაც, შეესაბამება აბაზანას. შეესაბამება ავეჯს. ავეჯი, ხო, ესეც. ავეჯი ემთხვევა და მომწონს დიზაინი, რომ ესეთი არის. ჩარჩოს შიგნით შპალერის. ეს მელანია და ეს შპალერი არაა. ეს რაღაც როგორ ეძახით ამას? ქსოვილი. ქსოვილი? ხო, ეს კედელზე გაკრული ქსოვილია. ყველაფერი ერთმანეთის სარკისებური ანარეგლივითაა ორივე მხარეს. და გვაქვს ეს საწოლი და შემდეგ ეს ფარდა ზემოთ, რაც კიდევ ერთხელ ქმნის ზღაპრულ შეგრძნებას, რომელიც უბრალოდ ვერ აღწერ ამას. და კიდევ ერთი რამ რაც უნდა აღნიშნოთ, არის საწოლი. ის ნახევრად ხისაა, ნახევრად ფაიფურის. ოჰ, დიახ, ეს დაუჯერებელია. That's დენი უსიტყვოდ დარჩა, როგორც ხედავთ. მართლა სიტყვები არ მაქვს. მოაწოდე მიმოხილვა ამ ორ ლამაზ საწოლზე. დენი, ჩვენ უკეთეს ვერასდროს ვიპოვით. საძინებელი ვიდრე. ეს ვფიქრობ. ასევე ჭავი ის. ცოტა მარტივია, მაგრამ მართლაც ლამაზია. მე მიყვარს. პანჯარა საკმაოდ ეს ძალიან დაუჯერებელია. ხო, ამ ფარდებს თვალს ვერ წვეთ. ღმერთო ჩემო. ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა. წარმოიდგინე ესეთი საძინებლის შექმნა რომ მოგიწიოს. თვითონ ტუალეტის მაგიდაც კი მის წინ დგარი იმ შესანიშნავის გამით. აქ. ბალიში. ის საკმაოდ მძიმეა კიდეც მართლა. ხო, საკმაოდ მძიმეა. ოჰ. ხო. ვაუ. აქ ციგნიც კი ემთხვევა. ვაუ. ეს არის, ხო? მგონი ეს ადრე გოგოს ოთახი იყო. ეს ნამდვილად პრინცესას ოთახია. გულისხმობ, ამ შატოში ყველა ოთახი პრინცესას ოთახია. ზუსტად ასე, ვაუ. ჩვენ აღნიშნეთ ბუხარი, არა. მე არ აღვნიშნე. კიდევ ერთხელ ბუხრის ეკრანზეც იგივეა, რაც ხეზე. იგივე ორნამენტია, ხო? ლამაზი მარმარილოს ბუხარია, როგორც ხედავთ. და ზემოთ ისევ ნახატია, ქალბატონი ბაღში საქანელაზეა. ისევ როგორც უკვე ვთქვით, ეს ბედნიერი განწყობა მთელ ამ ადგილს ავსებს. და შენ ეს შეამჩნიე. თითოეულ ოთახში ყველა ნახატს განსხვავებული ფერი აქვს. მაგალითად, ქვედა სართულზე წითელი იყო. იმიტომ რომ ოთახი ვარდისფერი და წითელი იყო. ეს ლურჯია. იმიტომ რომ ეს აქ აქვს ეს. თავისფერი და ლურჯი ფერი აქვს. ასე რომ ყველაფრის შეხამებას ცდილობდნენ, რაც საოცარია. კი, თუნდაც აქ გარადაც. გამოიყურება ის. პირდაპირ პორცელანის კარადას გავს. ხო, თითქოს ამბობს. გთხოვთ, არ შეეხოთ, ეს ჩემი აგურებია. ხუმრობ. ძალიან მტრევადია ესე ჩანს, ძალიან მტრევადია ეს. ძალიან მტრევადად გამოიყურება. ვა, კამერაზე ისე ჩანს, თითქოს პატარა ფაიფურის ნაჭერია. სუსტად. ო, მინდა ამ ოთახში კიდევ რამდენიმე რამე გაჩვენო. ეს პატარა ყუთივითაა, ვაუ. რომელშიც ისინი რაღაცებს ინახავდნენ. მართლა მაგარია. ასევე იმავე სტილშია გაკეთებული და აი შენ უკან ის სკამები. დენი არა, ისეთი მყიფე ჩანს, როგორც ადრე თქვი. ხო, ძალიან თხელი, ძალიან მყიფე. ვაუ, ძალიან მომწონს. მიმოხილვა და მიმოხილვა. ხო, ნამდვილად გააკეთე მიმოხილვა. კინაღამ ტირი როცა ამ ოთახს ხედავ, არასდროს მინდა აქედან წასვლა. ისე გამოიყურება, პირდაპირ მუზეუმში სეირნობას გავს. ხო, ეს მუზეუმია, დენი, ეს არის. ისე არ გამოიყურება, თითქოს მუზეუმია, ჩვენთვის.
მართლა მინდა რომ ეს მუზეუმად გადაექციათ. მუზეუმად ან სასტუმროდ გადაკეთება ნამდვილად ღირს. ფთხივად, ახლა შევდივართ გასახდელში, რომელიც გვერდითაა. ვფიქრობ, ყველა ტანსაცმელი აქ იქნებოდა და ალბათ ისინი რაღაც მომენტში გამოეცხობოდნენ. ანაკ, ძალიან ბევრი ოთახია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ადგილი ნამდვილი ლაბირინთივითაა. ხო, ნახე ეს. აღმერთა. ვაუ. ერთდება კიდევ ერთ საძინებელთან. როგორც ხედავთ, აქედან ბევრი რამ არის გამოტანილი. მაგრამ როგორც ხედავთ, იგივე სტივია, როგორც ქვედა სართულზე ვნახეთ, მართლაც ლამაზი საწოლია. დიახ, იგივე ვგავს. დიახ. და მგონია რომ კედლები ახლა ცარიელია, რადგან ისინი გამოიტანეს. და როგორც ახლახანს ნახეთ, ჩვენ იმ ბავშვების საძინებლიდან პირდაპირ აქ შემოვედით. თითქოს საერთოდ არ არის პირადი სივრცე. მართლაც მე ფურად გგრძნობ თავს, როცა ამ ადგილას გავდივარ. არისტოკრატული. მინდოდა ეს მეყიდა, მაგრამ 125 მილიონი ევრო არ მაქვს. ეს 13-ია კარგი რა. ვაუ. ეს რაღაც დასასვენებელი სალომის მსგავსია და აქ დერეფნის შუაში ზემოთ სართულზეა მართლა მაგარია. განსაკუთრებული კარადები სავსეა ფაიფურის ნივთებით, იქ შეგიძლიათ ეს გამოაჩინოთ. კი. ასევე ძალიან უნიკალურ ნივთებს გავს. კი, ამ სახლში ყველაფერი უნიკალურია, მაგრამ ადრე ეს ციხე სიმაგრეში ძალიან კარგი სივრცე იყო. მოდით ახლა ამ მხარეს გადავიდეთ. კი, რატომაც არა. რადგან კიდევ ერთი შესანიშნავი ოთახი მაქვს საჩვენებელი. ეს ოთახი. ჩემი აზრით, ის უკეთესია, ვიდრე მეორე. გონი მუნისთვის ასე არ არის. ჩემთვის ის ყველაზე ლამაზი ოთახია, მაგრამ ეს დენის ყველაზე საყვარელი ოთახია. უდავოდ. ვაუ. ეს არა მარტო ფერადია, არამედ ხო, ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და ამას რომ გეუბნები, მართლა არ ვთქვი. სულაც არ ხუმრობთ. აქ თითოეული კედელი ხედელი ხელით არის მოხატული. არა, ეს შპალერია ეს. სიომისია. შპალერია. შიონ. არ ვიცი როგორ თქვა ეს. ხო, ჩინუაზერი. ჩინუაზერი, ზუსტად ასე. ჩინუაზერი არის მაშინ, როცა ევროპელი ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში აზიურ სტილს ხელახლა ქმნიან და სწორედ ამას ხედავთ აქ. ეს რაღაც აზიური სტილია შპალერში. აქ ცოტა აქერცლილია. ხო, ბევრ ადგილას აქერცლილია, იმიტომ რომ ეს შპალერია, მგონი შპალერია. ზუსტად არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ეს გამოიტანეს და გამოფინეს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში. ზუსტად მაშინ. ნიუ-იორკში და მერე დააბრუნეს. ამიტომაც არის ძალიან დაზიანებული. გულისხმობ, ლამაზია რომ იქ წაირეს, მაგრამ ამავდროულად ძალიან დააზიანა. აქ პატარა დამალული ოთახებია, როგორც ხედავთ, აქ უკან სარეცხი მაგიდაა. მიყვარს, რომ ციხესიმაგრეებში ყველგან ასეთი დამალული ოთახებია. თუ არ გააღებდი, ვერ დაინახავდი. არა, ყველაფერი ისე იდეალურად არის ერთმანეთში ჩართული. უბრალოდ ვიტყვი რომ თუ ყველა კუთხეში შეხედავ, კიდევ მეტი ოთახია. ხო, ჩვენ იქ ვართ. იქ კიდევ ოთახია. ხო, ყველა არ მიუთითო. ეს ძალიან ბევრია. შეგიძლიათ ნახოთ საწოლები, ისინიც საოცარია. მომწონს, რომ ზემოთ პატარა ნაწილი აქვს. პატარა ფარდა. ანგელოზის საწოლს გავს. ზუსტად ასე. არც კი ვიცი როგორ აუხსნა ეს. კიდევ ერთხელ ძალიან პატარა საწოლია და როგორც ხედავთ, ეს ფიქალის საწოლია. ვაუ, ზედა ნაწილში კიდევ ნიშნულიც აქვს. დენი, ზედა ნაწილში ასო A ან რაღაც მსგავსი აქვს? არა, ეს არის F და L. მგონი ასეა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. F ნიშნავს გვარს, ფაიოლე. ფაიოლე. ვერ გამოთქვამთ ამას. მიყვარს ეს თეთრეულიც, მართლა ძალიან ლამაზია. და შემდეგ ერთი ტუმბო შუაში. და კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევხედოთ ამ შპალების ჩინურ სტილს, რაც აქ გვაქვს. ის ასახავს რაღაც ფრანგულ ლანდშაფტს.
ოხ არა, ის სინამდვილეში აზიურ ლანდშაფტს ასახავს. ბოდიში, დიახ, სწორედ ეს არის მისი დანიშნულება. მისი დანიშნულება ეს იყო. მე თითქოს დალოცვილი ვიყავი. მიყვარს აქ ყველაფერი როგორი სერისი, როგორი სიმეტრიულია. ეს არის გულდასმით. გულდასმით. გულდასმით გააზრებულია. ხო, ზუსტად. შეკვეთით, როგორც თქვით. ადრე შეკვეთით დამზადებული. Custom-made. ვაუ, იქაურ ფარდებიც კი ოთახს შეესაბამება. ისინი ოთახს შეესაბამება, სკამებს შეესაბამება, საწოლს შეესაბამება. და ისინი ბუხარსაც შეესაბამება. ხო, ფარდით გარშემო. აქ ზემოთ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კიდევ ერთი ქალის სურათი, რომელსაც ხელში წერილი უჭირავს. ვაუ, მათზე ხელმოწერები არ არის, ეს ცოტა უცნაურია. მე ვიტყოდი, ხო, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ის ოჯახისთვისაც იყო შექმნილი, ასე რომ ზუსტად ხო, ეს არ არის ეს როგორც სახლისთვისა, ეს სახლისთვისა. ეს არის. ეს გალერეა. ხო, მაგრამ ეს ისე ულამაზესია და უნდა აღნიშნო, რომ ბუხარი და სკამი სრულად ეწყობა ერთმანეთს. სრულად ეწყობა ავეჯის გადასაკრავს. დაჯერება ძნელია. მოდით კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ამ ოთახს. მალე ძალიან დამწვრდება გული, როცა ამ სასახლეს უკან მოვიტოვებ. ხო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გარეთ გაჩვენებ ყველაფერს. ხო, აქ შეგიძლია ნახო ქალი, რომელიც ხეს ხატავს ან კვეთს. ხო, რაღაცას აკეთებს. ხო. ეს ნახატები ძალიან ლამაზია. წარმოიდგინე, რომ ხატვარი შენს ოთახისთვის ნახატს დახატავს. ხო. შენი კარის ზემოთ. უბრალოდ. იმიტომ რომ ეს ის რაღაცაა, რაზეც მხოლოდ ოცნება შემიძლია. ვფიქრობ, იქნება ერთ დღეს გვინდოდეს ციხე-სიმაგრეში ცხოვრება. ეს ისეთი მაგარი ოცნება იქნებოდა. ხო. თუ ეს ოდესმე ახტება. კიდევ ერთი პატარა ოთახი. უკვე ვხედავ გარდერობის ოთახს და შენ შეამჩნია, რომ უმეტეს საძინებელს პირდაპირი შესასვლელი აქვს. ამას კი თითქოს გარდერობის ოთახი აქვს. მაგრამ სანამ მას მივახცევთ. ხო და ხედავ. ხო, არ ვიცი, უცნაური. ალბათ ეს ბავშვებისთვისაა. აჰა, ნამდვილად, ეს ბავშვების საძინებელია. აჰა, ნამდვილად, ძალიან პატარა საძინებელიცაა. აჰა, მოდი გაჩვენო. პირველ რიგში ეს საძინებელი თავად. ის ცოტა განსხვავებულია სხვებთან შედარებით. როგორც ხედავთ, კედელზე ადრე ბევრი ილუსტრაცია და ნახატი იყო, ალბათ იქაც სპეციალურად შეკვეთილი ნახატი ეკიდა. აქ კუთხეში ძალიან პატარა საწოლია, ძალიან უბრალო საწოლი, ასე ვიტყოდი. როგორც ხედავთ, ეს ოთახიც სხვების მსგავსად არ არის დაპროექტებული. ფიქრობ ეს იმიტომ იყო, რომ თუ დააკვირდებით, საწოლი, თეთრეული, შეესაბამება ფარდებს, ნამდვილად შეესაბამება ება. ფარდებს შეესაბამება, უბრალოდ უფრო ცარიელი ჩანს. ხო და შენს უკან ამ ოთახის ძალიან საინტერესო დეტალია. ეს არის რაღაც სახის ნიჟარის ან სველი წერტილის ზონა გარადაში. და შეგიძლია ნახო როგორი იყო მისი ტრადიციული სტილი, უბრალოდ ვედრო და ყველაფერი ძალიან მარტივი, ძალიან ვინტაჟური. მიყვარს ეს შვალერი. ხო, და ის სარკე სულ სხვანაირია. ის ისეთი ლამაზია. ვაუ, შვენიერი პატარა ოთახია. და აქ კუთხეში რა თქმა უნდა ასევე ქონდა ბუხარი, როგორც ხედავ. ძალიან მარტივი. დაახლოებით ისეთივე როგორც დანარჩენები. შუაში ერთი მორიდევს. კარის საღებავი აქ უკვე მთლიანად აყრილია, კედლებში კი უკვე უბიც არის. ხო, რამდენჯერ არის ეს კედლები და ეს კარები შეღებილი? ხო, ათეულობით ჯერ მაინც შეუღებიათ. მიყვარს ის შეგრძნება, როცა უბრალოდ სასახლეში დავდივარ, სეირნობ და ვიკვლევ მას. არასოდეს იცი, რას შეხვდები, აი მაგალითად ესეთ რამეს. ხო, ასეთი ტიპის საძინებელი აქამდე არ გვინახავს, სადაც საწოლი კედელში ეჩაშენებული. ხო. და კიდევ ერთი ძალიან უნიკალური ფრანგული დეტალია. ბევრ ქვეყანაში ამას ვერ ნახავ, მაგრამ აქ კი ხედავ. კარადებში. ხო, კედლის სივრცეებში. ისინი უბრალოდ მათ უყვართ ყველაფერი ჩაშენებულად გააკეთონ. ხო და ეს ლამაზია, ვფიქრობ მართლა ლამაზია, ეს ძალიან უნიკალური ფრანგული თავისებურებაა. და შეხები ამ საწოლს არაა საოცარი. ის ისევა. მსგავსია, ვფიქრობ. ის ან იგივეა, ან ძალიან გავს. და ნახე რა კარგ მდგომარეობაშია ეს ჯერ კიდევ.
ის ისეთი სუფთა და უცვლელია. კი აქ-იქ რამდენიმე დახეული და გახეულია, მაგრამ ზოგადად ზეც არის ისევ ისეთია, როგორიც ადრე იყო. მაგრამ როგორც ვამბობდი, ეს თითქმის ისეთივეა, როგორიც ქვემოთაა. ხო, ზუსტად მართალი ხარ. საოცარი ველვეტი ან ქსოვილია კედლებზე და ასევე შუაში ჰაერის ფენასავით მოქმედებს, ასე რომ სითბოს ინახავს. და ეს ისაა, რაც უკვე თქვით ალბათ, მაგრამ ვაუ, კარი ზემოთ ნახატია, სადაც ხალხი მინდვრებს შემუშავებს. ო, ვაუ. მიყვარს ეს ანაბეჭდი. ეს ანაბეჭდი ნამდვილად არის. ლამაზი. Magnificent. ხო. ამაში სილამაზე. ამ ადგილს სილამაზე ინარჩუნებს. გრძელდება. ძველი ფრანგული დროების კიდევ ერთი გამოსახულება, სახლი ჩალის სახურავით. კაცი ცხენზე. რა დაემართა ამ სარკეს, მამიკო? სინამდვილეში თუ არ ვცდები, ეს არის. ის მეტალის სარკეებია. ისინი დროთა განმავლობაში იჟანგება. ხო, ეს სინამდვილეში მინის სარკე არ არის. თუ არ ვცდები, ზუსტად არ ვიცი. მგონია რომ მინაა, მაგრამ მის უკან მეტალია. ხო. შეიძლება უბრალოდ თქვა? ეს კედლებია, ეს ბუხრის საბერველია, ეს კამებია. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. მართლა, უბრალოდ უყურებ ბუხრის საბერველს და მერე უყურებ. სკამს. სკამი. შემდეგ კედლებზე გადაკრულ ქსოვილს უყურებ. ფარდებს. ეს ფარდები, ყველაფერი ემთხვევა. ვაუ. ისე კარგად არის გააზრებული, რომ გენიალურიც კია. კარგი, ეს ნამდვილად ასეა. უკვე გითხარი ის ნაწილი, რომ აქ სპეციალური პერსონალი იყო, რომელიც ყველა არტეფაქტს უვლიდა. ხო, მგონი ეს სასადილოში ვთქვით. ხო. მაშინ ისევ ყვები ამას. კიდევ ერთხელ რომ შევინარჩუნო. ანტიკური ნივთები. კარგ მდგომარეობაში. წარმოედგინე, ამ თელ ადგილს რო უვლი. ხო, წავიდეთ უფრო შორს. ეს არის სარეცხი ოთახი, სადაც ახალხან შევედით და აქედან პირდაპირ შეგვიძლია სხვა საძინებელში გადავიდეთ. ესეც საკმაოდ განსაკუთრებულია. ეს არის გვერდულად კედელში ჩაშენებული საწოლის ჩარჩო. ისე ლამაზია. კიდევ ერთხელ, ეს ცოტა ცარიელია, მაგრამ თქვენ გექნებოდათ ნაჩვენები. ის ყველგან შეგიძლია, მე უბრალოდ მივალ და გაჩვენებ. კავები. დიახ, იქნებოდა ილუსტრაციები და ნახატები, ზუსტად ასეთი. ზუსტად, ვაუ, ისევ ამაზე გადავიტან კამერას. ლამაზი, სალოცავი სკამი. ისინი ერთმანეთს გავს, მაგრამ ყველას სხვადასხვა ქსოვილი აქვს. ეს ოთახის შესაფერისა და შენ ეს შენიშნე ფერები. ისინი ემთხვევა. ხო, ყველაფერი ემთხვევა გარდა წითლისა. ეს ოთახში კონტრასტს ქმნის. ხო, მაგრამ შენ ეს შენიშნე ზოგ ადგილას არა ყველგან. მაგალითად, საწოლი წითელია. ეს სკამი, საწოლი და ფარდა წითელია. ხო, უბრალოდ ზოგ ნაწილშია. ეს გენიოსობა. ინტერიერის დიზაინი. ხო. და ხედავთ, აქ საწოლის უკან კიდევ არის დამალული ოთახი, რომელიც გარდერობად გამოიყენებოდა, როგორც ხედავთ. ვაუ. გონი უნდა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან, დენი, რომ დააფასო ეს ოთახი და მისი მთელი დიდება. საოცარი ბუხარი. ზემოთ კი ნახატია. გინდა ნახატია ჩვენო. მე კადრს გადავიტან. უბრალოდ მინდა ვთქვა ამ ნახატზე. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ წითლად არის აღნიშნული. დიახ, ისევ ოთახთან შესატყვისად. დიახ, ის ისევ არის. ეს გენიოსურია. ეს გენიოსურია. ეს ლამაზია. ვაუ, ეს რა არის? აჰა, კი, სადგამიც კი აქვს. არ ვიცი რისთვის არის ეს, მაგრამ პატარა გვერდით მაგიდას გავს, ან რაღაცას რომზე დეკორაციები დადო, ან რამე მსგავსი. არ ვიცი. ძალიან საინტერესოა. და ასევე არ ვიცი ეს რა არის. Fly catcher-ი. არ ვიცი. მე ამ ოთახით ვარ დაინტერესებული. დენი. რომელი ოთახი? კიბე აქ უკან. გინდა სწრაფად შევიხედოთ ზემოთ. კი, რა თქმა უნდა, უცნაურია. უბრალოდ მაინტერესებდა, რატო იყო აქ კიბე. მაგრამ ის უბრალოდ აქ ზემოთ რაღაც სივრცეში მიდის, შეიძლება ბავშვებისთვის სათამაშო ოთახი ან მსგავსი რამ იყოს. არანაირი წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან საინტერესოა. კარგი, ფრთხილად იყავი.
ხო, ძალიან ფრთხილად უკან მოვდივარ. მართლა რთულია. კარგი, როგორც ადრე გითხარით, ამ ფრანგულ სასახლეებში ყველგან დამალული ოთახები და სივრცეებია. შეიძლება გაჩვენოთ რამე ამ კარადის ან ამ კაბინეტის თავზე. პირველ რიგში ისევ წითელი, პატარა ჩარჩო, წითელი ნახატებით. საოცარია. ეს ყველაფერი მინიატურული ავეჯია. ზუსტად ის. მინიატურული ავეჯი. შეხედე ამას. მინიატურული ღუმელი, რომელსაც ზედ ყველა ქვაბი და ტაფა აქვს. ვაუ, ეს დაუჯერებელია. და კიდევ ერთი ნახატი, სადაც ხალხი ხურძენს ამუშავებს, იქვე. კრეიალაში. ეს შატო არის. ეს ერთ-ერთია. არ ვიცი, შემიძლია თუ არა თქვა, რომ ეს საუკეთესოა, მაგრამ ეს მიტოვებულია. ხო. ხო, ნამდვილად. და ისევ დერეფანში. აქ კიდევ ერთი ოთახია, რომელიც უნდა გაჩვენოთ. არა. ეგ დაკეტილია. ო, ეს დაკეტილია. ხო. ეს დაკეტილია. ო, ესა, ხო. არა, ჩვენ უკვე აქ ვიყავით. ხო, ჩვენ უკვე ვიყავით. ყველაფერი მოვიარეთ, ამ მხარესაც. კარგი, მაშინ იმ მხარეს წავიდეთ. კარგი, ეხლა ეს მხარეც ვნახოთ. ო, აქ კედელზე რამდენიმე ილუსტრაცია. როგორც ჩანს, დაკეტილი. ზოგიერთი კარი დახურულია. მაგრამ რადგან ეს ფრანგული შატოა, შეგვიძლია უბრალოდ შემოვიაროთ. სხვა მხრიდან. ოთახების გავლით. ხო, ყველა ოთახი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ასე რომ შეგიძლია შიგნიდან ჩაკეტო პირადი სივრცისთვის. და მე ამ შუა კარს შევეჯახე. აქ გვაქვს მინის კარი, რომელიც უფრო შიგნით გადის და ილუსტრაციები ისევ, ყველგან. ო, ვაუ. ნოტრ-დამი. ეს ძალიან ლამაზია. ხო, ძალიან მწყდება გული, რომ ეს ილუსტრაციები უბრალოდ აქაა მიგდებული. აქ არის. ო, შეხედე ამას. რა ნახე? ბიეტრიჩე, ეს არის ან დედოფალი, ან საფრანგეთის პრინცესა. ო, რუკა ეს არის. საფრანგეთის რუკა. მათ ცოტა გადაჭარბებით ახაზეს, ასე ჩანს. თითქოს ხელით გაკეთებული იყოს. ხო. ვაუ. ფანჯრის ნაჭრები აქაა, როგორც ხედავთ, ცვივა. ხო, ციხეს აღდგენა სჭირდება. იმედია, მართლა იმედია, ვიღაცა იყიდის ციხეს და. კარგად. სასტუმროს გააკეთებს პარკით. ეს ძალიან დიდია. ეს იქნებოდა ასეთი. ლამაზი. სასტუმრო. უდავოდ. ფიქრობ, ეს გრანდ კანიონის გამოსახულებაა თუ არ ცდები. ფული ჰქონდათ, ასე რომ ალბათ ბევრს მოგზაურობდნენ. ო, ეს ჩარჩო აქ. სრულიად იშლება, მაგრამ მასზე ძალიან ლამაზი გამოსახულებაა. ვაუ, ეს ყველაფერი უბრალოდ იშლება. დენი. უყურე. ფრთხილად. ამ სასახლის ნაწილში უნდა იყოს ცოტა ფრთხილად. ბიდე და ნიჟარა აქ არის. და აქ არის კიბეები. უნდა აღნიშნო ეს. ბიდესთან ასასვლელი კიბეები აქვს. გულისხმობ. ყველაფერი გათვლილია. შეხედე ამ ოთახს, ეს კიდევ ერთი შესანიშნავი საძინებელია ამ ადგილას და ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საძინებელია. როგორც ხედავთ, ეს ძალიან გრძელი საძინებელია. ძალიან ლამაზია. ვაუ, აქ მართლაც უნიკალური ავეჯის ნიმუშებია. მოდი აი იმ სკამიდან დავიწყოთ. საოცარი ნაჭრით გაწყობილი სკამია, ისევ ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა, როგორც ამ ადგილას ყველა ნივთი. ეს სინამდვილეში არ ეწყობა. ო, თუ დააკვირდები, მას ზოლები აქვს. აჰა, მართლა. და მას ზოლები არ აქვს. მაგრამ ფერი იგივეა. იგივე ფერია. მაგრამ ეს სინამდვილეში ეწყობა. if you თუ კედელთან იქნებოდა. ეს ხაზი მართლა უფრო შორს გრძელდება. ხო, პირდაპირ ასეა. თუ ეს კედელთან იქნებოდა, ვერც კი შეამჩნევდი. ხო, ეს ისეა, რომ თუ ახლოს მივალ, ვერც კი მიხვდები, რომ იქ სკამია. ეს კამუფლაჟივითაა. პირდაპირ მნიშვნელობით. საოცარი ფარდები აქვს. მთელი ოთახი დაფარულია იგივე ქსოვილით. მთელი ოთახი. შეიძლება მთელი დღე აქ ვიდგე და უყურო ამას. ნახე ეს შეზლონგი აქ. არც კი ვიცი ეს შეზლონგია თუ არა, რადგან ჩვეულებრივ შეზლონგს ეს ნაწილი აქ არ აქვს. ესეც შეზლონგად ითვლება. მოვფიქრე. მას უბრალოდ ბოლო ნაწილი აქვს. ის ძალიან ლამაზია. ეს ავეჯის ძალიან უნიკალური ნივთია, რომელსაც ხშირად ვერ შეხვდები. არა და. მე კიდევ ერთხელ ნახე ეს სხვა ადგილას. ხო, და ისევე მთხოვა კედელს. ხო, მაგრამ ეს ისეთი ლამაზია და ეს უბრალოდ დასასვენებლადაა. ნაწილი. ავეჯის ნაწილი, უბრალოდ. დასაწოლად. დაწვე და დაისვენო. ამ ოთახში ორი ძალიან უბრალო საწოლია.
მათზე ბევრი არაფერია მოსაყოლი. ისინი ასე გამოიყურებიან, მალე გაჩვენებთ. ისინი ძალიან ლამაზად გამოიყურებიან. ღმერთო, სწორედ ეს ხდის ამ საწოლებს განსაკუთრებულად. ეთყობა ძალიან ლამაზი თეთრეული ეფარათ. ხო, მაგრამ ისინი უბრალოდ აღარ არიან. ისინი პირდაპირ მთლიანად გაქრნენ. მაშინაც კი თავის საყრდენები. ის ილუსტრაციები. მათზეა გამოსახული როგორც ხედავთ. ხის ნაკეთობა არ არის ძალიან რთული, მაგრამ თვითონ საწოლი. აი ეს ხდის ამას. საწოლს განსაკუთრებულს დაუჯერებელია. ვაუ. და კუთხეში ასევე არის მაგიდა, რომლის წინაც სკამი დგას. როგორც ხედავთ, რამდენიმე წერილი კიდევ დარჩენილია. ძალიან საინტერესოა. მიყვარს ეს. ეს მაგიდა ძალიან ლამაზია. ფარდები კიდია. აბაზანა, საწოლი, მაგიდა. დაუსაჯერებელია. მინის გუმბათი. ალბათ წმინდანისთვის ან რაღაცისთვის ან ქანდაკებისთვის, რომელიც ადრე მის ქვეშ იდგა. კუთხეში კიდევ დამალული კარია, როგორც ხედავთ, ალბათ კიდევ ერთი სათავსოა. ხო. ისე ლამაზია. ეს საძინებელი. მოდით ნახოთ, რა გვაქვს აქ. ეს უბრალოდ კიდევ ერთი სივრცეა. კარები და ყველაფერი ყველგან. Little dresser. აქ პარადაში. ხო. წავიდეთ. აქ არის დახოვილი კიბეც, რომელიც ამ ადგილის მესამე სართულზე ადის, ან ევროპაში მეორე სართულზე. და ეს მეორე სართული დიდი ალბათობით რომ ის ადგილი იყო, სადაც ამ სასახლის მსახურები და მუშები ცხოვრობდნენ. შეხედე იმ პატარა ხიდს ზევით, დენი, რა მაგარია. ვაუ, კარგი. კიბეზე გადაჭიმული ხალიჩა. ძალიან ნახმარია. ხო, ძალიან ნახმარია. ათეულობით ადამიანი ამოდიოდა აქ მის არსებობის განმავლობაში. დიახ, აშკარად ჩანს, რომ ეს ციხესიმაგრის სრულიად სხვა ნაწილია, რომელიც არანაირი გამორჩეული დიზაინი არ აქვს. საშინაო მდგომარეობაშია. და ძალიან დალპობილია. აქ აშკარად ჩანს, რომ ეს შატო მოძველებულია, დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება. ვაუ, რა გვაქვს აქ ზევით? ადგილი, სადაც ტანსაცმელს კიდევდნენ. ხო. აი იქ არის. აქ. სარეცხის გასაშრობი თოკი. კი. უბრალოდ მინდა ვნახო. შეიძლება რომელიმე ამ მსახურის საძინებელი. ეს რა არის? რაღაც საწყობის ოთახია აქ ზევით. შეხედე ამ ოთახს, დენი. იატაკი. სითხეა. აქ არის სითხის და სხვადასხვა ნივთიერების უამრავი ფლაკონი. ძალიან საინტერესოა. მიყვარს ამ ძველი ბოთლების ნახვა. ვითხოვდი. წერია საშიში. ხომ ასეა? ხო, ამაზე კიდე წერია შხამი. ღმერთო ჩემო. ვაუ. სულ სხვა აქ ზევით ყოფნა ვიდრე ქვემოთ სასახლეში. გინდა დახურო? ხო, შემიძლია. უნდა გავაკეთო. საცავი ოთახები. ვაუ, შეხედე. ამას ყველაფერი ფარდებისთვის. ხო, თუ რამე გაფუჭდებოდა მგონია, რომ თუ რამე გაფუჭდებოდა, შეეძლოთ შეეკეთებინათ. ყველაფერი. შიგნით. მაგალითად, თუნდაც აქაური შპალერები. ხო, ალბათ თითოეულ შპალერსაც კი გქონდა სათადარიგო თადარიგო. აქ ზემოთ. ვაუ. იქ ინახებოდა ყველაფერი. ეს დაუჯერებელია. მიყვარს ამის ნახვა, ეს მომწონს. ყველა ფარდა, საკიდები და ყველაფერი აქ დარჩა. ვაიმე, დენი. სასახლე არის. აქ ინგრევა. მართლა დახმარება სჭირდება. ეს სამწუხაროა.
კარგი, ჩვენ უბრალოდ მთლიანად გავიარეთ ეს ზედა სართული, აქ ძირითადად არაფერია განსაკუთრებულად საინტერესო. ზოგი ოთახი ცოტა საშიშია. ხო, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რამდენიმე ნახატი ცხენის რბოლებზე და სხვა რაღაცეებზე. ცხენის რბოლის სურათები. 1906 წელი. ვაუ, ეს ძველია. და ესეც ძალიან ლამაზია. დენი. შეხედე ამას. ეს შესანიშნავი შატოა. ალბათ ესეც ერთ-ერთი მათი საკუთრება არა? ხო, მათ რამდენიმე გქონდათ. ასე რომ თუ ეს გქონდათ, აუცილებლად კიდევ ბევრი ასეთი ექნებოდათ. ესეც ძალიან გრანდიოზულია. შეხები ამას. პატარა ოპერაა. უდავოდ. კარგი. ელკლიცტოი. ფიქრობ დროა გარეთ გავიდეთ და ციხესიმაგრის გარეთ ამხარე ვაჩვენოთ. ბოლოს და ბოლოს წავედით. ახლა ხან გარეთ გამოვედით და მზე უკვე ანათებს. ჩვენი 4 საათი ვიყავით და ეხლა ციხესიმაგრის ლამაზი ფასადი გვესალმება. ვაუ, ეს არის აივანი, ხო? აივანი, ხო? აი ეს არის ვერანდა, რაზეც საუბრობდით. ზუსტად ასე დენი. რომელიც გადახურებს მათ მინდვრებს. ამიტომ იმ დროს ამბობდნენ, რომ ციხესიმაგრიდან მხოლოდ გადაშლილ პეიზაჟებს ხედავდი და ეს სიმართლეა. ხო, დღეს ცოტა ნისლია, მაგრამ ყველაფერი ძალიან ლამაზია. ვაუ, შეხედე ამ სილამაზეს. უბრალოდ მინდა ცოტა ხნით იქავიდე დენი. და ვაჩვენო ის გერბები, რაც აქ ზევით აქვთ. ეს ალბათ ოჯახის გერბებია, რომლებიც აქ არის ჩაქსოვილი. ალბათ. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ასევე გაერთიანებული გერბებია, ანუ სხვადასხვა ოჯახიდან. ვაუ. ეს საოცარი ისე გრანდიოზულია, ისეთი დიდია, ისეთი მნიშვნელოვანია. არ ვიცი, კიდე რა ვთქვა. აქ კი შეგვიძლია დავინახოთ ციხესიმაგრის გვერდითი ნაწილი და ნამდვილად შეგვიძლია შევიგრძნოთ, რამდენად დიდი არის ეს ნაგებობა. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ აქ დგომით. ეს. უდიდესია. ხო, ეს. უდიდესია. რაც აქ ქვემოთ ხედავთ, ეს არის ციხესიმაგრის ორიგინალური საძირკველი 1146 წლიდან და ყველაფერი აქედან არის აშენებული. ოქროსფერი ქვიშაქვა. და თუ არ ვცდები, ეს ნაწილი აქ არის სამლოცველო, მაგრამ ის მთლიანად დახურულია. დიახ, ჩვენ მას ეცდომა ვერ მივიღეთ. რაც ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ მაინც შევძელით ამ საოცარი ადგილის ნახვა. ჩვენ ძალიან გაგვიმართვა დენი. დიახ, რომ შევძელით ამის დოკუმენტირება. მე ფიქრობ იღბლიანი ბიჭი ვარ. გძნობ რომ იღბლიანი ბიჭი ვარ. ჩვენ იღბლიანი ნაბიჯვრები ვართ. გეუბნები ეს ცხოვრებაში არც ისე ბევრ ადამიანს უნახავს. და შენ იღბლიანი ხარ რომ ამ ვიდეოს უყურებ, ასე რომ აუცილებლად გამოიწერე ეს არხი. ხო, იმიტომ რომ კიდევ ბევრი რამ გველოდება. ეს ბევრად მეტია. ეს მეგობრებია, ეს ჩვენი ვიდეოებია. სიტყვებიც კი არ მაქვს. ეს სასახლე სიტყვებს მეps მართმევს. იმ დროს ასევე არსებობდა გეგმა, რომ სასახლის გარშემო არსებული მიწები მთლიანად არკებად გადაექციათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გეგმა ვერ განხორციელდა. და როგორც ხედავთ, სასახლის ტერიტორია ცოტა უფერულია. მაგრამ მაინც ძალიან კარგია. აქ არის შესასვლელი, ამ ადგილის მთავარი შესასვლელი. ძალიან შთამბეჭდავია. ვითხოვთ, მართლა ძალიან მომწონს. ის ძალიან დიდია. ძალიან მიხარია, რომ შევძელით ამ საოცარი ადგილის დაფიქსირება და ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს არხზე. რა საოცარი ოცნების ახდენაა? ეს ნამდვილად ოცნების ახდენაა. ასია. ეს 4-ჯერ წადე, მეგობრებო. თუ გინდათ იცოდეთ, არა, აუცილებლად გადაამოწმეთ. კაცო. კამერის უკან მისტერ დენი ლინკია, მისი სახელი აღწერაში ამითითებული. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი, ან დაწერეთ კარგი კომენტარი ქვემოთ. ასევე გააზიარეთ ეს ვიდეო და გაავრცელეთ ინფორმაცია. და აღწერაში ასევე არის რამდენიმე ბმული, რომლითაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ არხს და დაგვეხმაროთ ამ ადგილების დოკუმენტირებაში.
ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მიყვარხართ და მომავალ კვირას შევხვდებით კიდევ ერთ საოცარ ეპიზოდში.